გაკვეთილი აფხაზეთი აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის საგანმანათლებლო პროექტია, რომლის ფარგლებშიც ცენტრის სპიკერები ქალაქ თბილისის ნომერ 100 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეები გაეცნენ შემეცნებით ვიდეო მასალას, რომელიც აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, კონფლიქტის ქრონოლოგიისა და აფხაზეთის ომის გმირების შესახებ გადმოსცემს ინფორმაციას. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და 2025 წლის ბოლომდე მთელი საქართველოს მასშტაბით მე-11 კლასის 5000-მდე მოსწავლეს საშუალება ექნება გაეცნოს ცენტრის მიერ მომზადებულ ვიდეო მასალას, რომელიც აფხაზეთზე ამომწურავ ინფორმაციას შეიცავს. წარმატებით მიმდინარეობს პროექტი გაკვეთილი აფხაზეთი, რომლის ფარგლებშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებოდით ქალაქ თბილისის ნომერ 100 საჯარო სკოლაში. მე-11 კლასის მოსწავლეებმა მოისმინეს აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებული ვიდეო მასალა, რომელიც შეიცავს როგორც ისტორიას, ასევე კონფლიქტის ქრონოლოგიას, გმირების ისტორიებს. მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ წარმოდგენილი საკითხებით, ჰქონდათ კითხვები, იმსჯელეთ სხვადასხვა საკითხებზე, განვიხილეთ წარმოდგენილი თემები. პროექტის ფარგლებში კიდევ ძალიან ბევრ სკოლას მოვივლით, სადაც ამ თაობას მივაწვდით ინფორმაციას აფხაზეთის შესახებ. პირველ რიგში მადლობა, რომ აირჩიეთ ჩვენი სკოლა და მობრძანით და გავუკეთესოთ ასეთი კარგი პროექტი, რადგან ბავშვებისთვის ეს ძალიან საინტერესო იყო. შეიძლება ბევრისთვის ეს ყველაფერი ნაცნობი იყო, მაგრამ ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი გავიგეთ, როგორი სილამაზეები აქვს აფხაზეთს, გავიგეთ თუ როგორი გმირები გვყავს ქართველებს და მადლობა ამ ყველაფრისთვის. ჩემს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი და ზოგადად ვფიქრობ, რომ სკოლებში უნდა გაიმართოს ეს პროექტები, სადაც ბავშვებს ამ თემასთან დაკავშირებით ესაუბრებიან, რადგან ძირითადად ჩვენმა თანატოლებმა ვფიქრობ, ბევრმა არ იცის და ბევრისთვის ახალი იყო ეს ინფორმაცია. ყველაზე მეტად გამოვარჩევდი იმ ნაწილს, სადაც უფრო გმირებზე ისაუბრეს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის გასწირეს თავი.